დღეს როგორც მოგეხსენებათ ჩატარდა გიორგი ჭანტურიას ბრალდების საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა. დღესაც გამოკლეული იქნა ბრალდების ხარისხმიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ დღევანდელ სასამართლოს თომაზე გამოვიკულიეთ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნის ირგვლივ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც შეადგინა აღნიშნული დასკვნა. აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს ბრალდების ხარისხის მტკიცებულებას და აღნიშნული დასკვნით ბრალდების მომხარე მოიპოვა მტკიცებულება იმის დასტურად, რომ პირველი ყველობის დღეს თუ რა მიმართულებით მოძრაობდა გიორგი ჭანტურია მთელი დღის განმავლობაში, რა ტანისამოსი ეცვა და ამ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი ჭანტურიას ყველობამდე ეცვა სხვა ტანისამოსი, კერძოდ თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმ ფაქტს, რომ მას ეფარა ეგრეთ წოდებული ბურთიანი ქუდი და ყველობის შემდეგ იგი იცვლის ტანსაცმელს მიემართება ეგრეთ წოდებული ძველი რუსთავის მიმართულებით ბანკში პირად საქმეზე და ამის შემდეგ, როდესაც გამოცვლით ტანსაცმელით, როდესაც უკვე საჯარო გახდა მას საზოგადოებისათვის, რომ მოხდა გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა, ალიბის შექმნის მიზნით იგი მიემართება შემთხვევის ადგილზე და ასე ვთქვათ, სოლიდარულია და მწუხარებას გამოთქვამს მოხდარი ფაქტის შესახებ და ამით ბრალდების ხარისხს მიაჩნია, რომ ეს იყო მისი გამიზნული, მიზანმიმართული ქმედება იმისა, რომ ასე ვთქვათ, დაეფარა კვალი და გამოძიება არ წასულიყო, გამოძიებას არ მიეტანა ეჭვი მის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ეს აღნიშნული დროს, როდესაც მკვლელობა ხდება და რაც გამოძიებით დადგენილია მკვლელობის დრო, დადასტურებული არის ამ გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეო სათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებული ინფორმაციით, რომ გიორგი ჭანტურია იმყოფება ბაზობის ტერიტორიაზე და მკვლელობის დასრულებისთანავე იგი თავის საკუთრებაში არსებული შკოდას მარკის ავტომანქანით, ვერცხლისფერი ავტომანქანით ტოვებს შემთხვევის ადგილს და ასე ვთქვათ, სწრაფი მოძრაობით მოემართება უკვე შემთხვევის ადგილიდან და როგორც მოგახსენეთ, მიდის უკვე ძველ რუსთავში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში, სადაც ხდება მამამისი. ბატონო ლევან, რომ გითხრათ, ტანსაცმლის გამოცვლასთან დაკავშირებით არგუმენტი რა აქვს თვითონ ბრალდებულს? ამის თაობაზე, ჯერ როგორც მოგეხსენებათ, ვინაიდან ბრალდების ხარისხის მტკიცებულებების გამოკლება ხდება, ამის თაობაზე ბუნებრივია განმარტება სასამართლოს უნდა მისცეს თავად გიორგი ჭანტურიამ. ხოლო ვინაიდან ჯერჯერობით არ დასრულებულა ბრალდების ხარისხის მიერ მოპოვებული მტკიცებულების გამოკლება, უკვე შემდგომ როდესაც დავასრულებდა უკვე ადვოკატები და დაცვის მხარე გადავა მტკიცებულებას გამოკლებაზე, ამ კითხვას რა თქმა უნდა ეს ლეგიტიმური კითხვა არის და აუცილებლად დავსვავთ ბრალდებულის მიმართ. და მოვთხოვთ აგვიხსნას ტანსაცმლის გამოცვლის მიზეზი და რა გახდა ამის დაუშვათ საფუძველი და რატო გამოიცვალა ტანსაცმელი მაშინ, როდესაც თუ გავითვალისწინებთ, არის დაუშვათ იყო ზამთრის პერიოდი და რაც უფრო დაუშვათ ნელდებოდა, უფრო მეტად იკლებდა ტემპერატურა და პირიქით ამ გიორგი ჭანტურიას შემთხვევაში მას ქუდი ეფარა დღის განმავლობაში, რომ ღამის განმავლობაში იგი იცვლის უფრო თხელ ტანსაცმელს იცნებს და ამ კითხვას ჩვენ დავუსვათ ბრალდებულს.